მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ამ არხზე კიდევ ერთი ახალი ფორმატის ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრებთ ახლო მომავალში მოსალოდნელ სერიალებსა და ფილმებზე. რა ვიცით ამ ახალ პროექტებზე და რას შეიძლება ველოდეთ მათგან. შეიძლება ყველა მათგანი არ იყოს ძალიან გავრცელებული ამბავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ TikTok-ზე ამ ხრივ რაიმე საინტერესო შემხვდა, დარწმუნებული იყავით, რომ არ დაგზარდებით და ყველაფერს შეძლებს დაგვარა ძირეულად გამოვიკვლევ. იმედია მოგეწონებათ. ბოლო წლების განმავლობაში ნებისმიერ დროს კინოთეატრში ვიზიტისას არის 90%-იანი შანსი იმისა, რომ შესასვლელში გაკლო აფიშებს შორის ერთ-ერთი მაინც იქნება ბიოპიკი მსოფლიო დონის მუსიკოსის ცხოვრებაზე. ფრედი მერკური და Queen, Bob Dylan, Elvis, Amy Winehouse, Bob Marley და ახლა უკვე Beatles-იც. ბევრს გეცოდინებათ, რომ 2028 წლის აპრილში 4 ფილმი გამოვა. თითოეული შესაბამისად ჯონის, პოლის, ჯორჯის და რინგოს პერსპექტივიდან მოგვიყვება მათი ცხოვრების გზაზე. როგორც გავიგეთ, ფილმების ნარატივები ერთმანეთთან გადაიკვეთება. ჩემ თეორიით ამით ალბათ იმის თქმა უნდათ, რომ კონკრეტული სცენები და მოვლენები გამეორდება. ეს ჩანაფიქრი ბეწვის ხიდზე გავლაზე უარესია, რადგან მგონი ძალიან რთული იქნება ერთი და იგივე სცენა სხვადასხვა პერსპექტივით ისე დადგა, რომ განმეორებითობა მაყურებელი არ მოაწყინოს. მაგრამ ამავდროულად აბსოლუტურად მოხიბლული ვარ ასეთი რთული ამოცანის პერსპექტივით. თუკი ჩემი აზრები ამ მხრივ სწორი აღმოჩნდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს სცენები ტეტრალოგიის ყველაზე დამამახსოვრებელ მომენტებად იქცნენ. კარგი მხრივ, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით უცნობია ფილმები ერთად გამოვა ცალ-ცალკე თუ რა თანმიმდევრობითა და რა ინტერვალით. ეს არც ისე კარგად ჟღერს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ხელა პროექტის წარმოებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სახითა და ფორმატით იქნება შესაძლებელი ჩანაფიქრის აღქმა. ამ მხრივ დაგეგმარება განლაგებას შეიძლება თითქმის გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს თავად ისტორიაზეც. მაგრამ ნუ კარგი, პრემიერამდე ჯერ კიდევ 3 წელიწადია. ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გასავლელი, მაგრამ მაშინ ვინმე მომიხსენით. რატომ დამტკიცდა მთავარი კასტი ასე მალე, თუ ჯერ კონცეფციაც არაა ბოლომდე შედგენილი? და რაც შეეხება თავად მსახიობებს, რომლებიც 4-ეულის როლებზე დაამტკიცეს. ეს ცალკე ტრავმა აღმოჩნდა Beatles-ის ყველა ფანისთვის. ჰარის დიკინსონი ჯონ ლენონად, პოლ მესკალი როგორც პოლ მაკარტნი, ჯოზეფ κουინი, ჯორჯ ჰარისონად და ბარი კიგანი რინგოს ადგილას. საბოლოოდ თუკი ნამდვილ ისტორიასა და ადამიანებზე ასე თუ ისე გაქვთ წარმოდგენა, ნამდვილად მიხვდებით, რატომ ყველა ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო. ეს სელექცია ისეთ განცდას მიჩნევს, თითქოს კასტინგის დირექტორმა სიმპათიური სკვიდვორდის მიმს შეხედა, რეჟისორს გადახედა და თქვა: "ეხა ნახე რა გავაკეთო". საქმე იმაში არაა ამ ბიჭებიდან რომელიმეს რამდენად შეუძლია საჭირო ენერგია ჩადოს პროექტში და ხასიათი მოირგოს, რადგან ყველანი ასე თუ ისე ძლიერი თუ არა ნორმალური დონის არტისტები მაინც არიან. თავარი მინუსი ამ შემთხვევაში მაინც ვიზუალსა და ისეთ მანერულ თვისებებს ეხება, რომელსაც ადამიანი ფიზიკურად ვერ მოიშორებს, რაც არ უნდა გარდაისახოს. ნამდვილი Beatles-ის წევრებისგან განსხვავებით ეს ხალხი, ჩემი პირადი მოსაზრებით, როგორ თქვა, ზედმეტად დავარცხნილი და სტანდარტებს მორგებულია. არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ ის ბავშვური უბრალოება, რაც ნამდვილ ჯონს, პოლს, ჯორჯსა და რინგოს გააჩნდათ, მათი ძალიან სპეციფიური უცნაურობები მათ გარეგნობასა და მანერებს იმდენად უკავშირდება, რომ ამ კასტში ჩემი აზრით დაიკარგება. და ყველაფერი ზულენდერისეულ პაროდიას დაემსგავსება. Anyway, მოდი მაინც შევთანხმდეთ ერთ რამეზე. დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა, რამით შემქმნელებს კიდევ ბევრი რამე არ გაუზიარებიათ. უბრალოდ ეს ლაინაპი რატომღაც მაფიქრებს, რომ მსახიობების შერჩევისას მათ პოპულარობაზე ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა, რათა პროექტი უფრო გაყიდვადი ყოფილიყო. ნუ მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს ვცდები. განსაკუთრებით იმიტომ, რომ Samson Menabdis ტეტრალოგიის რეჟისორი Sam Mendes-ია, რომელსაც საოცარი ფილმოგრაფია გააჩნია. განსაკუთრებით 1917, რომელსაც ვიზუალური თხრობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კარგი ფორმა აქვს, რომელიც კი ოდესმე მინახავს. ერთი სიტყვით ჩანაფიქრი ცუდ ხელში არ მოხვედრილა. აქ მოდით უწუნს მორჩები და Beatles-ის ბიოპიკებზე არსებული ინფორმაციის დადებით ნაწილებზე ვისაუბრებ. ზოგადი მონახაზის მიხედვით, რომელზეც Mendes-მა მოგვიყვა, თითოეულ ფილმში მოქმედება ბენდის წევრების ბავშვობიდან იწყება. გრძელდება Beatles-ის შექმნით, მათ კარიერაში ყველაზე საკვანძო მომენტებით და ჯგუფის დაშლით სრულდება. ერთი შეხედვით გაგების დონეზე ყველაფერი გავიგეთ. და მგონი საკმაოდ საინტერესო ამბები შეიძლება ვიხილოთ, თუ ამ ჩანაფიქრით ვიმსჯელებთ. თავად სცენარისტების სიასაც რომ ჩავხედოთ, გუნდი უდაოდ ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამ ხალხის წინა ნამუშევრების ჩამონათვალში გადაწყდებით ისეთ პროექტებს, როგორებიცაა Ford Ferrari-ის წინააღმდეგ, კონკლავი, Adolescence. თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდოები აქვს მიღებული, BAFTA, ტონი და ოსკარი. ანუ სკვიდვორდები თავიდანვე ჩასაძირად არ არიან განწირულნი. დასასრულ ძალიან გამახარა კიდევ ორმა ფაქტმა. Beatles-ის ლეიბლმა ისტორიაში პირველად გასცა ნებართვა მხატვრულ ბიოგრაფიულ ფილმებში ჯგუფის მუსიკის გამოყენებაზე. მართალია აქამდე სიმღერები შეგხვედრია სხვა ნაწარმოებებში, მაგრამ ისინი კონკრეტულად წევრების ნამდვილ ცხოვრებაზე არ იყო. მოკლედ Mendes-ის ხელთ ბენდის შემოქმედების მთელი კატალოგია და ახლა მასზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებს. მეორე დადებითი ფაქტი რინგოს კომენტარია, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს ყველა სახელით და აშკარად კმაყოფილიცაა იმით, რომ მის როლს ბარი კიგანი შეასრულებს. პოლს ჯერჯერობით პირდაპირ კომენტარი არ გაუკეთებია. საცალია მაგისთვის. თუმცა მუსიკის ლიცენზიის გაცემა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგი არაა. ყოველ შემთხვევაში ისევე როგორც რინგო და აც გარდაცვლილი ჯონისა და ჯორჯის წარმომადგენლები.
Cartoon Network-ის ერთ-ერთი საუკეთესო და ლეგენდარული ანიმაციური სერიალი გამბოლის გასაოცარი სამყარო 2025 წელს მე-7 სეზონით ბრუნდება. ერთი შეხედვით ყველაზე დიდი ცვლილება სათაურშია პროექტს ამიერიდან გამბოლის გასაოცრად უცნაური სამყარო ერქმევა. ზუსტად ვერ გეტყვით რა გახდა ამგვარი რებრენდინგის მიზეზი, რადგან ამაზე რაც მე ვნახე არავინ საუბრობს. მაგრამ გონია რომ შესაძლოა ეს მოვლენა პროექტში არსებულ სხვა ცვლილებებს ეხებოდეს. თუნდაც იმას რომ კომპანიამ რომელიც სერიალს აწარმოებდა მე-6 სეზონის გამოსვლიდან 2 წელიწადში სახელი შეიცვალა. ან შეიძლება ეს უბრალოდ რაიმე მარკეტინგული გათვლა, რომელმაც მაყურებელში ინტრიგა უნდა გააჩინოს. მოკლედ რაც თავარია შემქმნელები, მწარმოებელი და ძირითადი კონცეფცია უცვლელია. ეს კი თავის მხრივ საკმაოდ კარგი ბაზაა და დიდი იმედებს იძლევა. რაც იმედია გამართლდება. ბუნებრივია რომ მთავარი გმირების გამხმოვანებლები კიდევ ერთხელ შეიცვალნენ. ეს პერსონაჟების ასაკის გათვალისწინებით აქამდეც მრავალჯერ მოხდა. ბოლო-ბოლო გამბოლი 2011 წლიდან არსებობს. თუმცა ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს ანაის მთელი 6 სეზონი სხვა ახმოვანებდა, ახალ სერიაში კი სხვა ამიცითებული. ერთადერთი წყარო, საიდანაც მომავალ 40 სერიაზე წინასწარი დასკვნების გაკეთება შეგვიძლია, თიზერია, რომელიც მხოლოდ ერთ სცენას მოიცავს და რა თქმა უნდა კი ყველას გაგვეხარდებოდა უფრო მეტის გაგების საშუალება რომ მქონოდა აქედან, თუმცა აბსოლუტურად გასაგებია ისიც, რომ შემქმნელებს სავარაუდოდ ურჩევნიათ, რომ მაყურებელმა უშუალოდ ეპიზოდების ყურებისას ერთმთლიანობა დაღიქოს, როგორც ამბავი, ისე ვიზუალი და წინასწარი ნაწყვეტების ყურებით მცდარი მოლოდინები არ გაუჩნდეს. ახლა რაც შეეხება თიზერით მოწოდებულ ინფორმაციას. ანიმაციის სტილი თითქმის არაა შეცვლილი. ერთადერთი მხოლოდ მოძრაობები მომეჩვენა ოდნავ შენელებული. არ ვიცი მთლიან სცენებში როგორ ჩაჯდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ ძალიან უხდება. თხრობის სტილი და იუმორიც როგორც ჩანს იგივეა. საბოლოოდ ერთადერთი რაც გრჩება მაინც მოლოდინია. გარდა Hulu-ი და Disney Plus-ის, გამბოლი ტრადიციულად Cartoon Network-ის ეთერშიც იქნება ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ არც ისე დიდი ხნის შემდეგ, რადგან გავრცელებული ინფორმაციით ეპიზოდებზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. დღეისათვის განსახილველი ბოლო პროექტი უკვე ამ თვის ბოლოს გამოდის კინოთეატრებში. Thank you USA, you are my best friend. ფორმულა 1 გამოგონილი გუნდის გამოგონილ პილოტებზე და მათ საერთო თავგადასავალზე გვიყვება. თუ შარშან ძალიან გაგიმართლოთ და რომელიმე გრან-პრიზე დასწრება მოახერხეთ, ვივარაუდებ, რომ თქვენგან სადღაც 3 კილომეტრის რადიუსში ბრედ პიტი საჭეს ტყუილად ატრიალებდა. ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხანია მიდის საუბარი. შესაბამისად, დღეს განხილულებთან შედარებით მასზე გაცილებით მეტი ვიცით. მაგალითად ის, რომ ბრედ პიტის პერსონაჟი ჰოლივუდური კლიშეების აბსოლუტური განსხეულებაა. ვეტერანი პილოტი, რომელიც საშინელი ტრავმის შემდეგ სულაც არ აპირებს სპორტში დაბრუნებას, მაგრამ ვიღაცამ, ვისაც დიდ პატივს სცემს, დაარწმუნა, რომ ძალიან საჭიროა და მის გარეშე არაფერი გამოვა. არანაკლებ ბევრჯერ გადაღეჭილია დემსონ იდრისის გმირის სახეც. ახალბედა, რომელიც უფროსი კოლეგის დაუძინებელი მტრიდან მის საუკეთესო მოსწავლედ იქცევა. ან პირიქით. ამ კლიშეების სიმძიმე განსაკუთრებით ტრეილერების ყურებისას გამიჯდა გონებაში. მეცაც გეტყვით, ბრედ პიტის ყველა პერსონაჟს თამაშობს და კიდევ ზემოდან ბრედ პიტსაც. რა თქმა უნდა, არ დაგვიწყებია გლადიატორის სცენის ასფალტზე გადმოტანა. აბა სხვანაირად როგორ ვაჩვენოთ, რომ პერსონაჟის კავშირი სპორტთან სულიერ დონეზეა გამძაფრებული. ისე კი მე პირადად Sony Hayes-ში ერთი ადამიანის ჯეიმს ჰანტის პორტრეტის შტიხებსაც ვხედავ. ნუ ნამდვილი ჯეიმს ჰანტის რა. უფრო 2013 წლის ფილმის რბოლის ჯეიმს ჰანტის. და თან იმასაც გეტყვით, რომ აქაც მარტო ისეთი რაღაცეები გადმოიტანეს, რაც თავად სპორტთან მიმართებაში ჰანტის პიროვნებასთან არაფერ კავშირში იყო და რაც ბრედ პიტს მოუხდებოდა. ანუ ჰიჰი ჰაჰა თავაშებული უხეში კაცი უდისციპლინოა, მაგრამ როცა საჭიროა, გონება ეხსნება და ამ ფასადის მიღმა ნამდვილი დაუფასებელი გენიოსია. მოკლედ ნახოთ Sony Hayes-ის ნამწარეობა და უხეშობა რამდენად კარგ პერსონაჟად ჩამოაყალიბებს და უფრო ტექნიკურ მხარეებსაც შევეხოთ. პროდიუსერების სიაში ლუის ჰამილტონს დაინახავთ. ფორმულა 7 გზის ჩემპიონს და უდაოდ სპორტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფიგურას. ასევე ვიცით, რომ ლუისი პროექტის კონსულტანტიც იყო. კომენტარი გააკეთა კარლოს საინცმაც მონაკოში დახურული პრემიერის შემდეგ, რომელსაც ფორმულას ყველა მოქმედი პილოტი ესწრებოდა, გარდა მაქსისა. იგი ამასობაში სიმულატორს ყომარობდა. მოკლედ კარლოსმა დაახლოებით ასეთი რაღაცა თქვა. მომეწონა რა, რაც უფრო კარგ შემოიტანენ საქართველოში და რაც უფრო კარგს გააკეთებენ. მისი აზრით ფილმი კარგია, მაგრამ ძალიან ჰოლივუდურია. ლოგიკურად რა უნდა ეგულისხმოთ ჩილის გარდა იმისა, რომ ყურებადობის დონის გაზრდის ხარჯზე სარბოლო ლოგიკის რაღაც წესები დარღვეულია. თუმცა ისე რა უნდა და ამის გაგებას? აგერ მეც გეტყვით რა შეცდომებია დაშვებული ტრეილერიდანვე. ბეჭდებისა და სხვა აქსესუარების ტარება ბოლიდის ტარებისას აკრძალულია. ფერარიმ გადაამოხრუჭა და ტრასიდან გადავიდა. ნუ ხო, კარგი, ეს სწორია. ისე კი ღლიცინს რომ მოვეშოთ, ვიზუალურად ყველაფერი ძალიან ამბეჭდავად გამოიყურება და საინტერესოდაა გადაღებული. ნამდვილი პილოტების კამეოებით საკმაოდ უხდება. იმედია რომელიმეს ეპიზოდური როლი ექნება. Wow, that is amazing. I know. That's why I said it. სადღაც წავიკითხე რომ ფერნანდოს 1-2 ლაინიც აქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რამდენად მართალია. მე გიუნტერ შტაინერსაც მივცემდი 1-2 წუთს. ნამდვილი ფანებისთვის მართლა საჩუქარი იქნებოდა. ისევე როგორც გარდა ტრეილერისა ფილმშიც რომ გამოეყენებინათ Fleetwood Mac-ის სიმღერა The Chain, რომელიც ერთი პერიოდი ფორმულას ტრანსლაციების ქუდის მუსიკაც იყო, მაგრამ სამწუხაროდ ოფიციალური საუნდტრეკის ალბომში მას ვერ გადავაწყდი. მოდი იმედი ვიქონიოთ რომ ერთ-ერთ სცენაში მაინც გაჟღერდება. განხილვამდე საუბრების პირველ ეპიზოდს აქ დავამთავრებთ. დიდი იმედი მაქვს რომ ასეთი ფორმატი თქვენთვის საინტერესო იქნება და ამდენ ბალამუთში რომელიმე
პროექტი მაინც თვალში მოგხვდებათ. თუ ვიდეო მოგეწონათ, დალაიქეთ და არხი გამოიწერეთ, რადგან ეს აქ ჩემი ბოლო გაელვება არაა და ხო, კარგად იყავით.